საქმეში ცulis იმას, რომ კიდევ ერთხელ ჩანს ავაზაკები რამდენს ბედავენ კიდევ ჩვენს ქვეყანაში. გაოცებული ვარ, რომ დამნაშავე მიქაძე და დონაძე როგორ ბედავს კიდევ, რამდენ უფლებებს აძლევენ თავის თავს და მინდა დავიწყო იქიდან, რომ რუსთავი 2-ზე გავრცელდა დღეს ეს საშინელი კადრები ისე რომ ჩემთვის არც გაუფრთხილებიათ და მე უბრალოდ ქუჩაში ჟურნალისტებმა დამირეკეს და იქიდან გავიგე. ეგ უკვე მეორედ, პირველად, როდესაც ბავშვი მომიკლეს და შემდეგ ბანდიტად გამომიცხადა რუსთავი 2-მა, დღესაც რატომ აინდა-მაინც რუსთავი 2-ით გავრცელდა ეს კადრები? იმიტომ რომ რუსთავი 2 ჯერ კიდევ ემსახურება ნაციონალებს და ის რომ ხელმისაწვდომია დონაძესთვის რუსთავი 2 ძალიან კარგად. ასევე მინდა ვთქვა, სხვა ტელევიზიებით შემდეგ გავრცელდა, პირველი გავრცელდა რუსთავი 2-ზე. და მინდა გითხრათ, რომ არ ვიცი, აი უბრალოდ ნებისმიერი მოქალაქე, ჩვეულებრივი ადამიანი ძალიან მარტივად მიხვდება იმას, რომ 9 წელიწადი თუ ესეთი კადრები არსებობდა 9 წელიწადი სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, რატომ მაშინ არ აჩვენეს ეს კადრები და რატომ ეხლა გამოჩნდა? რატომ არის აი ამ ახალ დამონტაჟებულ კადრებში, რატომ აღარ ისმის ის მომენტი, როდესაც გაეპარათ პირველად გადაღებულში და სადაც პოლიციელები ყვირიან, რომ არაფერი არ აქვთ. ეს საერთოდ ამოჭრეს. შემდეგ მინდა გითხრათ, რომ ის იარაღი, რომელიცაც აჩვენებენ ავტომატს, ზუსტად აგერ ირაკლი გეტყვით კარგად, როდესაც გაიარეს პროკურატურამ სცენა ახლიდან დადგეს და ეს ადგილზე მიიყვანეს ბავშვები, ერთ-ერთი გამომძიებელი მიქაბაძე, რომელიც იმღამეს იქ იმყოფებოდა, მიქაბაძე ამბობს თვითონ, რომ ეს ავტომატი ჩაადებინეს წინ მანქანაში და შემდეგ ამოაღებინეს, რაც გადაიღეს შემდგომ. ეს არის ჩვეულებრივი ფაბრიკაცია, ეს არის მონტაჟი გაკეთებული დონაძის მიერ. დღეს ამის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრებს მთავარი მოწმე, რომელიც არის გოჩა მუკმანიანი, რომელიც იყო ჟურნალისტი დონაძესთან ერთად და ვიდრე დონაძე ადგილზე მივიდოდა, მუკმანიანი და მასთან ერთად ყოფილი ოპერატორი იღებდნენ ამ ყველაფერს და მათ ნახეს ძალიან კარგად, რომ არავითარი იარაღები იქ არ ყოფილა და ეს ყველაფერი შემდგომ მიიტანეს და მუკმანიანმა თქვენ ეთერებში მოყვა ეს ფაქტი, როგორ იყო და რა იყო, როდესაც გადაიღეს ეს ყველაფერი პირველივე წუთიდან. ეს ფირი შემდეგ დონაძემ დაუძახა და გადმოდით მოპირდაპირე მხარეს და მოდითო. როდესაც გადავიდნენ მუკმანიანი და მასთან ერთად ყოფილი, რომელიც იღებდა ამ საშინელებას, მანქანაში იჯდნენ მიქაძე და დონაძე, რომლებმაც 4ჯერ გადაახვიეს და 4ჯერ უყურეს ამ ფირს. შემდეგ დონაძემ ამოიღო ეს ფირი და წაიღო, რის შემდეგაც თავის სამონტაჟოში შეიკეტა მარტო და კარგა ხანს იქ რას აკეთებდა არავინ არ იცის. მე თავიდანვე ჩვენ ოჯახმა თავიდანვე ვიცოდით, რომ არსებობდა ის მართალი ფირი, სადაც აღმოჩნდილი იყო ბავშვების უდანაშაულობა. მაგრამ მე მეგონა რომ განადგურებული ექნებოდა, თურმე შენახული ქონდა, არც მაგას გამოვრიცხავდი რომ შენახული ექნებოდა. დონაძე არის ისეთი ავაზაკი, რომ მას არაერთ საქმეში მიუძღვის წვლილი, თუნდაც გირგვლიანი საქმეში და ასევე სხვა ბევრ საქმეში, სადაც გადაღებული აქვს მას ბევრი. მისი დამახასიათებელია ეს, რომ ის ყველგან იღებს ამ რაღაცებს, რომ შემდეგ გამოიყენოს როდის როგორ დაჭირდება კომპრომატებად. მე მინდა პროკურატურას მივმართო, რამდენჯერ შეიძლება რომ გამანადგურონ აი ამ ავაზაკებმა, რატო აძლევენ დამნაშავეებს ამდენ უფლებას, რომ 9 წლის შემდეგ აი ეს დამნაშავეები, რომლებიც ციხეში უნდა ყოფილიყვნენ, აქეთ მიბრუნებენ საქმეს და ჩემ შვილს საფლავში აღარ აყენებენ. ცოცხლად დამარხეს მეც, მე რამდენჯერ უნდა მომაყენონ შეურაცხყოფა, მე რამდენჯერ შეიძლება ამ ყველაფრის გადატანა ხალხო, მე ხო ადამიანი ვარ და ერთადერთი შვილი მყავს და ხო არ შეიძლება 9 წლის მანძილზე ვებრძოდი ამ რეჟიმს, 9 წლის მანძილზე ამათ დაცინვას უძლებდი. ეხლა ახალი ხელისუფლების შემთხვევაში როგორ უნდა ბედავდეს დონაძე, რომ კიდე გავლენებს მიქონდეს ტელევიზიებზეც და მოწმეებზეც და კიდე აშინებდეს და კიდე ამდენს ბედავდეს. მე მოვითხოვ კაცრ ზომებს უკვე იმ ზომამდე ნუ მიმიყვანთ ხალხო, რომ მე თვითონ გავაჩინო სამართალი. ძალიან გთხოვთ. დაუსჯელობის სინდრომია ქვეყანაში გამეფებული და ამას უკვე ვეღარ გაუძლებთ, თუ დროზე არ მოხდება სამართლის აღდგენა. ასევე მინდა
ფირცხალავას რაღაც კომენტარი გაუკეთებია და ამაზე მინდა გავაკეთო კომენტარი. ფირცხალავა, რომელიც პირველად დავინახე ეს ადამიანი მე ტელევიზიაში, გამაოცა მისმა სისასტიკემ, როდესაც ის ლაპარაკობდა 21 წლის ბიჭზე, ვაზაგაშვილზე, რომელიც ჩაცხრილეს რაღაცა უღმერთოდ. დამნაშავე იყო თუ არ იყო, მაგას სასამართლო გააჩნდა. შეიძლება ესეთი სისასტიკით 95 ტყვია ბავშვს მოხვედრილი ქონდა და ამაზე ლაპარაკობდა ისე თავისუფლად და მაშინ დააყოლა რომ ბუტას როგორ ახსენებთო ვაზაგაშვილის გვერდზეო და ეხა თურმე ბუტაც ბანდიტი ყოფილა რომ იარაღები ქონიათ მანქანაში. არ ვიცი უბრალოდ, რამდენი სუფლება შეიძლება მისცენ ამ ავაზაკებს. რამდენი უნდა გაბედონ, როდემდე, სადამდე. არ ვიცი რა გითხრათ, უკვე სიტყვებიც აღარ მყოფნის და ეხა მინდა ირაკლი, რომელიც არის ბუტას მეგობარი, რომელთან ერთადაც იყო იმ საშინელ მომენტებში, ამ ბავშვებს ხო სიცოცხლე გაუმწარეს და 9 წლის მანძილზე ზეწოლა ჰქონდათ ამ ბავშვებს და 9 თვე კიდევ ციხეში ამყოფეს სრულიად უდანაშაულოდ. მინდა რომ ირაკლიმ მოგიყვეთ ორიოდე სიტყვა რაც იყო და როგორც იყო. სამწუხაროდ აკაკი ბართაია არ არის აქ, რომელიც კადრებში კარგად ჩანს რომ საუბრობს პირველივე დღიდან რაც მოხდა მაშინ იქ და როგორ უდებს კიდევ ბაქრაძე, რომელიც გაქცეულია ზუსტად ამოიცნო აკაკი ბართაიამ ეს ბაქრაძე, რომელიც პირადად უდებდა იარაღს და ეგრეთ წოდებულ ლიმონკას ჯიბეში უდებდა, რომელიც გახეული ქონდა ბავშვი და ჩაუდებდა, გამოუვარდებოდა, ჩაუდებდა, უვარდებოდა და რასაკეთებ ხო ხედავო რომ ვერ მიდეფო და შენო გაჩუმდითო რომ ისეც ჩაგიდებთო რომ საერთოდ ვეღარ გამოხვალო ციხიდანო მთელი ცხოვრება, აი ესე უპასუხეს. ისე რომ ეხა მინდა რომ ირაკლი მოგიყვეთ ზუსტად რაც იყო. დიახ, კი ბატონო, მკითხეთ. აი მაგასაც მოგიყვეთ. დიახ. რა სისულელეა, ბუტა მთელი დღე სახლში იყო. კი. ბუტა იყო სახლში მთელი დღის განმავლობაში, კბილით კიოდა საშინა და საერთოდ არ გასულა გარეთ. უბრალოდ ირაკლი იყო მისი მეგობარი ჯგუფელი და ირაკლის ვერ გაუტეხა ხათრი, იმიტომ რომ 23 დღეს იყო ნოემბერი, გიორგობის დღე და წავიდნენ ერთ-ერთი მეგობრის ოჯახში, აღსანიშნავად. და იქ იყვნენ ირაკლის მეგობრები. ბუტა იქიდან იცნობდა ერთ ბიძს, ხო, ორ ბიძს, ესე იგი. მაგას უბრალოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ეხა ნუ უნდათ რომ ეს ბავშვები გამოიყვანო ბანდიტად. არც ერთი მათგანი არც მანამდე ყოფილა არაფერში შემჩნეული და არც ახლა ესენი ძალიან კარგი ბავშვები არიან და მე მინდა ხაზი გავუსო ამას, რომ ეხა რაღაცა საქმის შეტრიალებას ნუ ცდილობენ რა უკუღმა. და თავად ირაკლი მოგიყვანოთ. ანუ ის ფაქტი რომ ბუტა ჩვენთან ის ფაქტი რომ ბუტა ჩვენთან შემთხვევით მოხდა, ეგ რანაირად უნდა მომხდარიყო შემთხვევით, მე კი მეგობარი იყო, ასევე ბართაიასთანაც მეგობრობდა დანგაძესთანაც, ანუ ჩვენ ერთი ინსტიტუტიდან მოვიდოდით. შემთხვევით უცხოს არავის არ ჩაუждდება არავინ, არც ბუტა და არც მე, ანუ ჩვენ ვიყავით მეგობრები და ბუტას რო გაუარეს ანახავად შევთავაზე რომ ჩვენთან თუ იქნებოდა მესიამოვნებოდა, რაზეც თანხმობა მივიღე და წამოყვა კიდევაც და უცხოები რო ყოფილიყავით მთელი საღამო და მთელი ღამე ერთად არ ვიქნებოდით, ხო? ერთი ეგა. მეორე ის რომ თითქოს ვითომ ჩვენ იარაღი გქონდა მანქანაში, ჯერ თუ მანქანაში იარაღი არის, რატო გაუჩერებს ამას რა პატრულს, ხო? როცა გეუბნება რომ გააჩერე. ეს იარაღის ჩადება და შემდეგ გადაღება მოახდინეს მთელი ეს იმის რა ქვია ფაქტების ფალსიფიკაცია თვითონ იმათმა ჟურნალისტები მოიყვანეს და გადააღებინეს რაც თვითონ უნდათ და რაც თვითონ აწყობდათ. მესამე ის რომ თვითონ გამომძიებელი შალვა ნიქაბაძე გამოძიების პროცესში ტელევიზიითაც გავცალდა, თვითონ მიქაბაძე იძახის რომ მაშინ ვიცი რომ გამოძიებელი რომ იარაღი ჩადეს წინ იმასთან რა ქვია სიდენიასთან ეგრეთ წოდებული და შემდეგ უკვე კამერების თვალწინ ამოიღეს. და ამას ადასტურებს ასევე ის ოპერატორი, ვინც მაშინ იქ იყო, მუკბანიანი, ხო? აი ეს იყო ყველაფერი რეალობა რაც არის და
თან მით უმეტეს ახლა ჩვენ ამდენი წლის მანძილზე რასაც ვამტკიცებდით და რასაც ვძოლობთ რომ ჩვენ ვიყავით უდანაშაულოები და იყო უმიზეზოდ მოკლული და შემდეგ უკვე ჩვენ ყაჩაღებად გამოცხადებული ამდენი ხნის მანძილზე რატო არ გავრცელდა სიტყვაზე ის კადრები რაც ახლა არის და რაც ახლა გავრცელდა ხო? იარაღი იქ ისეთი ქაოსი იყო და ისეთი ის იყო რა ქვია ანუ მკვლელობის მერე რა რომ მოკლავაშალიშვილმა და იმდენი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყვნენ რომ მანდ ხა ესე გარჩევა ხო დეტალებში მაგას უკვე გავარჩევთ თვითონ იქ გამომძიებლებთან და როგორ იყო და რა იყო და რა არის დამახინჯებული და რა არ არის დამახინჯებული ასევე არსებობს ის ფაქტი რომ თვითონ პროცესში ეს ხა დღეს არ გასულა ეგ ტელევიზიით მაგრამ მანამდე ტრიალებდა თვითონ იმის რა ქვია გადაღების პროცესში იძახიან ისინი რა ქვია პოლიციელები რომ არ აქვთ არაფერი ეგეც არის რომელიც დღეს არ გავუშვიათ თორე არსებობს ეგ კადრი და ამ ყველაფერს ამ სიცრუეს ხო ყველაფერს სიმართლეს ფარდა ახადეს ჩვენ ისედაც ხო ვიძახით ამას მაგრამ თვითონ გამომძიებელი შალვანი ქაბაძეც იძახის ის ოპერატორიც იძახის და ეს ყველაფერი არის აი შეკერილი სიცრუე რა რაც ეხლა დღეს გავცელდა მაგათ მხრიდან თუ მანამდე იყო ეს კადრები რატო არ გავცელდა და რატო გვაძლევდა იმის საშუალებას რომ ეს ერთხელ დღეს ვარ დაიწყო ეს თავიდან იმ დღიდანვე ჩვენ ვამტკიცებდით და ვძოლობდით იმისთვის რომ ჩვენ ვიყავით უდანაშაულოები და იყო უდანაშაულოდ მოკლული მანამდე სად იყვნენ ხო მანქანა რაც შეეხება მანქანას მე როგორც გავიგე და მოვისმინე მანქანა თურმე დილიდან ყოფილა ძებნაზე ეს მანქანა მე აღმოაჩინეს რომ თითქოს ჩვენ ამ მანქანით დავდიოდით მთელი საღამო დავდიოდით ეს იყო ახაბე რაზარიაშვილის კუთვნილი მანქანა მანქანა თუ გადაცემული იყო დილიდან საღამო ღამემდე რატო არ გაჩერდა იქ ხო არ იყო მაგრამ ის ერთ ეკიპაჟზე ხო არ იყო გადაცემული რომ ეს მანქანა უნდა გაეჩერებინათ ესეც არის სიცრუე იმიტომ რომ მანქანა მთელი დღე მოძრაობდა ჩვენ ვიყავით მთელი საღამო ერთად იმ მანქანით დავდიოდით და არაერთ საპატრულო ეკიპაჟს ჩაუვარეთ და არავის არ გაუჩერებია და მანდა მაინც საღამოს ანუ ვიან რამე გამოჩერეს და თურმე ყოფილვარ იმაზე არავითარი ჭუბის ინციდენტი არ ყოფილა არც დილით და არც საღამოს ანუ იმ მანქანაში ჩვენ რამდენი ვინც ვიყავით ეგეთი შემთხვევა არაფერი არ ყოფილა ოჯახში წინააღმდეგობრივი გაწევა რა ყოფილიყო ხო არც გაუჩერებდის მანქანას ან რამე წინააღმდეგობა მანქანაში იარაღი რო ქონოდა ვინ გააჩერებდა მანქანას ხო მე რო ეხა მანქანაში იარაღი მქონდეს და რაღაც კანონსა წინააღმდეგობა მქონდეს ვესწრები იმის სხვა სიტყვაზე ან რაღაც მოშორებას ან აქცევას ან რაღაცას ხო ავტომატი როგორც თვითონ იძახიან მქონდა ვითომ ჩვენ და გავაჩერდით საპატრულო ეკიპაჟის მოთხოვნისამებრ და გადმოვედით და უთხარით რომ აი იარაღი გვაქვს თუ რა ეს აბსურდია და ეს არალოგიკურია რა ეს ყველაფერი ჯერ გასწროლა მოხდა მე ხო რა თქმა უნდა მე მოხდა ნაწილ იარაღის ჩადება ანუ ეგ იარაღი მე როგორც ვიცი ხო ამ ძიების პროცესიდან არის არაერთი ადგილიდან რამოდენიმე ადგილიდან მოტანილი ერთად არ არის მოტანილი და ნაწილ არის ჩადებული და შემდეგ უკვე არის გადაღებული ერთად დიახ ანუ გასწროლ კადრები რომელიც გააქვთ გას არა მე არ მახსოვს მეორე გასროლა ეხლა დამონტაჟების დროს ხო შეიძლება რომ გასროლა ჩაამატო თვითონ ის ფაქტი ხო არ ჩანს რომ იმ გასროლის ხმა ისმის ხო ეს თავისუფლად შეიძლება სიტყვაზე იმ მონტაჟის და გაფუჭებული პირის დიახ ეგ ყველაფერი არის ანუ ნათქვამი მაქვს გამოძიებაზეც და ისე ანუ ტელევიზიითაც მოყოლილი მაქვს ეგ ეხლა თავიდან ბოლომდე რომ დავიწყო ძალიან დიდ დროს წაგვარცხნევს და მაგას ყველაფერს ჩვენ ძიების პროცესშიც ნათქვამი გვაქვს იმათგან განსხვავებით ჩვენ რაც იყო და რაც მოხდა ჩვენება არც მანამდე შეგვიცვლია და არც ახლა არ შეგვიცვლია და შესაბამისად ისინი ანუ იმათი მხარე ვინც იყო ხან ერთს იძახდნენ ჩვენებაში ხან მეორეს იძახდნენ მაგრამ ეხლა ამ ეტაპზე თვითონ ის გამომძიებელი ვინც იძიებდა და ვინც უშუალოდ მონაწილე იყო იმ პროცესში პროკურატურიდან
თვითონ ის სიძახის რომ იარაღი ჩადებულია და შემდეგ არის ის კადრი გადაღებით ამოღებული, ასევე სხვა დანარჩენი იარაღები და ასევე იძახის ის მუკმანიანი ჟურნალისტი, ვინც იყო ოპერატორი, რომ ეს ყველაფერი არის ჩადებული. მაგათმა რა კადრებიც არ უნდა გამოაჩინონ და რა კადრებიც არ უნდა ანუ ფალსიფიკაცია არ უნდა გააკეთონ, არანაირად არ დაემთხოვა ეს. ხალხადანია ჩვენი პოლიცია ითომ ეს კადრები არის ხალხი. რა თქმა უნდა. ხალხალა ამბობს რომ ითხოვს რომ ექსპერტიზა ჩაუტარდეს ექსპერტიზა. ჩვენც მოვითხოვთ თავისთავად ამას. მე უბრალოდ იმაზე ვარ აღშფოთებული, რომ აი ამდენის უფლება რო ეძლებათ ამ დამნაშავეებს, რომ კიდე ამდენს ბედავენ. ან მანამდე სად იყო? 9 წლის მანძილზე სად იყვნენ? რატო ქონდათ შენახული ის? აცხადებს რომ ვახტანგ კომახიძე ცდილობდა აკადრებით სრული აბსურდია. ვახტანგ კომახიძე ეს იყო ერთ-ერთი პირველი ადამიანი, ვინც საჯარო გახადა ეს უბედურება. ვახტანგ კომახიძემ გადაიღო ეს ფილმი დოკუმენტური და ამის შემდეგ გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის სიმართლე რა იყო და რა მოხდა. ვისთვის უნდა მიეყიდა კომახიძე, საინტერესოა. ხელისუფლება იყო რეჟიმი გაბატონებული და მათ ხელში იყო ყველაფერი და ესეთი კადრები ქონდათ და ჩუმად იყვნენ ამდე ხანს. მთელი მინდა დავამატო რომ საპატრულო პოლიცია, მთელი საპატრულო იყო იმ ღამეს იქ მობილიზებული. და აი ამ პატრულებს მიაცემინეს სრუჩვენებები, ვითომ და მართლაც ბანდიტები იყვნენ ეს ბავშვები და მართლაც ეს იარაღები ვითომ და იქ ეწყო. შემდეგ ამ ხალხმა გადათქვეს ჩვენებები ბაშალეიშვილთან ერთად და შემდეგ აბსოლუტურად სხვა თქვეს, რომ არავითარი იარაღები არ ყოფილა, ბუტას არაფერი იარაღი არ ქონია და ვითომ ისა რა ქვია ეს მხოლოდ ერთი იარაღი იყო და ბავშვებს აიძულებდნენ რომ ეღიარებინათ ციხეში რომ ერთი იარაღი არსებობდა. ამ ირაკის ცალკეულ მასალისმერი აპირებთ რომ ეს კონკრეტული თავისთავად მივმართავთ პროკურატურას, რომ ყველაფერი ექსპერტიზით იქნეს დამტკიცებული და პასუხი მოეთხოვოთ კიდევ ერთ რაღაც საშინელებას, კიდევ ერთ სიცრუეს და ბოროტებას, რასაც დონაძე და აი ეს ეხლა დაემატა კიდე ფირცხალავა, არ ეყოთ ის, რაც ჩაიდინეს და კიდევ დაუმატეს აი ესეთი სიბინძურა და საშინელება და პასუხი უნდა მოეთხოვოთ მათ მკაცრად ამაზე. რომ უახლოეს დღეებში ეს საქმე გამოხატულია. ხომ არ ფიქრობთ რომ აი ამ კადრების შემდეგ ამდენი იცით რა, პროკურატურა, მე მგონი პროკურატურისთვის არ იქნება რთული სიმართლის დადგენა და ამას დიდი დრო არ უნდა დაჭირდეს. მე მიმაჩნია რომ აქ არაფერი ახალი არაფერი აქ არ არის, ეს არის ჩვეულებრივი ბოროტმოქმედების ახალი ფალსიფიკაცია და დამონტაჟებული რაღაც საზიზღრობა და მაგის დამტკიცება ძალიან ადვილია, იმიტომ რომ უამრავი მოწმე არსებობს ამ საქმეში და არ მგონია რომ დიდი დრო დაჭირდეს კიდევ სამართლის აღდგენას. მადლობ. ერთი წამი კადრები ეხლა რა ეტაპია საქმე? როგორც პროკურატურიდან ვიცოდი, საქმე თითქმის გახსნილი იყო და ძალიან მალე უნდა დამთავრებულიყო და ვერ გეტყვით. ნუ ეხლა თავის გადარჩენის მორიგის მოიფიქრეს ეხლა ახალი ვერსია, როგორ გამოძვლენ ამ უბედურებიდან და კარგად შეუძლია, კარგად გამოსდის დონაძეს ესეთი გვარი სიბინძურების შეთხზვა, როგორც მაშინ, რაც გააკეთა და ეხლაც იგივე ხერხს მიმართა. ეს ხალხა ამბობს, რომ ადგილზე დიალოგია. მაშინ და ეს ვიდეოები ერთ-ერთი შედეგდა, რომ თვითონაც ტექნიკაში ბრალეო დაწოვდეს. ვერ გეტყვით, მე მართალი გითხრათ, ბოლომდე არ მომისმენია ფირცხალავას კომენტარები და შესაბამისად არ ვიცი რას ლაპარაკობს. Thank you.